ემიგრაციის როლი ქართულ ეკონომიკაში, ახალი სავიზო პირობები, ქართველების ცხოვრება ემიგრაციაში, შიდა მიგრაცია და უცხოელები საქართველოში. ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე უმი სოციუმი ემიგრაციისა და მიგრაციის საკითხებზე. ანუნა ბუკიასთან ერთად. უმი სოციუმი ეს ის გადაცემა, სადაც ყველაფერზე ვსაუბრობთ, რაც სოციუმს ეხება, მათ შორის ემიგრაციაზე. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ვისი რადიო მიმღებით მომართულია რადიო იმედზე, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ტალღაზე. მათ ვისაც უნდა მოისმინოს ადამიანების ისტორიები, დამოკიდებულებები, მათი აღქმა სხვა საკითხებისადმი და ყოველთვის ელოდება ხუთშაბათს 7 საათს ზუსტად ამისთვის და ამიტომ. სად არის სახლი? ასე დავასათაურეთ ჩემი დღევანდელი გადაცემა და პრინციპში ეს იქნება რუბრიკა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იქნება ეთერში. როგორი თავარი თემაც არ უნდა გქონდეს. 23 წლის და ვისთვის 6 წლის შემდეგ, ვგულისხმობ 2008 წელს და 93 წელს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი ჩვენგანი ცხოვრებაში საქართველოს აქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, საქართველოსია ორი ოკუპირებული ტერიტორია, დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს 10,000-ობით დევნილი, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ომის დროს მოუწიათ საკუთარი სახლის დატოვება. დღეს 23 წლის და 6 წლის შემდეგ მე ვფიქრობ ორივე თარიღი მნიშვნელოვანია. ბევრი რამ შეიცვალა. შესაძლოა იმიტომ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს. სხვაგვარად ვლაპარაკობ ზუსტად ალბათ ამიტომ, რომ მეტი ინფორმაცია გვაქვს. სხვაგვარად ვლაპარაკობთ იმიტომაც, რომ დრო გავიდა და რაღაცეები გადავაფასეთ, რაღაცეები შეიცვალა, ის ილუზია, რაც შეიძლება ადამიანის გარკვეული ჯგუფი იყო, დღეს შესაძლოა აღარც არსებობს და მეტად რეალისტურია ჩვენი აღქმა. ჩემთვის ეს არ არის საკითხი, რომელიც არის უბრალოდ თემა, ჩემთვის ეს არის ის, რაცაც მეც განვიცდი და ჩემი ყოველდღიური ფიქრის საგანია. ის ადამიანები, რომლებიც დღეს იქნებიან ჩემთან სტუმრად ეთერში, ერთი დანიიდან და ერთი თბილისიდან, სატელეფონო ჩართვით, ასევე აღიქვამენ ამ საკითხს და მათთვისაც ეს არის ყოველდღიურობა. უამრავი დევნილი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში და რესპონდენტების შერჩევასაც როგორც წესი აქვს სხვადასხვა პრინციპი, სხვადასხვა პრაქტიკა გვაქვს ამისი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ვეხელმძღვანელია იმით, ვის როგორი რეაქცია ქონდა რაღაც კონკრეტულ წერილზე, სტატიაზე თუ გამოხმაურებაზე, რაც ეხება 23 წლის შემდეგ სახლის აღქმას. ზიტა ფაცურია არის ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი სატელეფონო ჩართვით. საღამო მშვიდობისა. შენიას ხმა გავიგო, საღამო მშვიდობისა. არ მესმის ხმა. რაღაც ტექნიკური პრობლემა გვაქვს მე მგონი. კიდევ ერთხელ ვცდით დაკავშირებას მასთან. ზიტა ფაცურია, შემიძლია მანამ 2 სიტყვა გითხრათ მასზე. პრინციპში, როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი, სამაჩაბლოდან დევნილი ადამიანები საუბრობთ ერთმანეთის ისტორიაზე, ხშირად ვიყენებთ სიტყვას როგორც ხვები, როგორც ვიღაცა, როგორც ის, როგორც ეს, იმიტომ რომ არის რაღაცა, რაც საერთოა, არის რაღაცა მოქმედებები, ისტორიები, მოვლენები, რომელიც მეტნაკლებად საერთოა. რაც შეეხება ზიტას შემთხვევას, დაახლოებით ესეთი ისტორია აქვს. სკოლა დაამთავრა 93 წელს, მაშინ როდესაც დაიწყო ომი და იყო მისთვის ის პერიოდი, როდესაც აბარებდა უნივერსიტეტში, გახდა სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტის და ზუსტად 2 თვეში მოხდა ეს ყველაფერი, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვიცით ან გვახსოვს. საღამო მშვიდობისა, ზიტა არის ხაზზე. საღამო მშვიდობისა, ანუნა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით და დღეს ხართ ჩემი ეთერის სტუმარი. დავიწყეთ თქვენი ისტორიის მოკლედ თხრობა იმისთვის, რომ მსმენელს ქონოდა წარმოდგენა, თქვათ, ვისთან წარიმართება ჩემი დიალოგი, თუმცა ბოლომდე არ მომიყოლია და მინდა რომ თქვენ გთხოვოთ ძალიან მოკლედ მანამ სანამ გადავალთ იმ თემის განხილვაზე, რაც დღეს უფრო აქტუალურია ჩვენთვის, ძალიან მოკლედ რომ მოუყვეთ ჩვენ მსმენელს რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი. დიდი მადლობა ამის შემოანუნა და რაც მოყევით ახლა მოკლედ ეს იყო ჩემი ზუსტად პატარა ავტობიოგრაფია, ალბათ რა ვიცი მსგავსი ბევრის
იმავე წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს გავხდი სტუდენტი თბილისში და დავჩინათ ისავებთან ბიძასთან, რომელსაც არანაირი ინფორმაცია არ ქონდა მშობლებზე და ახობით 3 კვირა ალბათ ხვდებით რა სიტუაციაც ქონდა. იმიტომ რომ არ იყო ის დრო და ის როგორიც დღეს რო ქონოდა ან სატელეფონო ან რაღაც სხვანაირი კავშირი და ასე გავგრძელდა დღეს კი ვცხოვრობ თბილისში, კერძოდ წყნეთში. დაოჯახებული მყავს 2 19 წლის და 14 წლის ქალიშვილები და ამისთვის მინდა უპირველესად დიდი მადლობა ანუნას ამ პატარა გოგოს, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაცა შემიცვალა შეხედულება, მოსაზრება, იმიტომ რომ მეგონა რომ ამ 19 წლის და 15 წლის ბავშვებს დიდი დაინტერესება არ ქონდათ ჩვენს კუთხეზე. ამ ნამდვილად პატარა მარგალიტზე, მაგრამ ამისთვის არ ვიცი, განსაკუთრებული მადლობა ანუნას. მინდა გითხრათ თქვენ თქვენ მადლობა. არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ ძალიან არ შემიძლია ამ წუთასაც ემოციის გარეშე ვილაპარაკო, რომელიც ადამიანის სულის სიმებს ეხება ნამდვილად. ღმერთის გარეშე ალბათ არაფერი არ ხდება, სრულიად შემთხვევით გადავეყარე, გავიზიარე, წავიკითხე და ასე გავიცანი ეს ძალიან ჭკვიანი გოგო. მადლობა. დიდი მადლობა ამ ნაწილს რომ მოვჩეთ სწრაფად და გადავიდეთ უკვე თქვენს პირად განწყობებზე და დამოკიდებულებაზე. სახლში როდის შეძელით და თუ შეძელით ომის შემდეგ დაბრუნება? კი, სახლში შევძელი ზუსტად 2 წლის წინ მაისის თვეში გარდამეცვალა მამიდა. გალის რაიონ ოტობაიაში, უკვე ნაცნობი თქვენთვის ეს ადგილი და არ შემეძლო არაფრით. ვიცოდი იქ როგორი სიტუაციაც იყო, როგორ უნდა წავსულიყავი. მამიდას ერთი დღითაც არ დაუტოვებია იქ სახკარი. ბრჭყალებში სახკარი რო ჭიშკრის გარდა ნამდვილად და ეზოს გარდა არაფერი არ ქონდა. და თუკი ალბათ რა ვიცი როგორც ყველა რომ არ შემიძლია მამიდა მაინც არ დავიტირო და არ წავიდე იქ მიუხედავად იმისა რომ მე არანაირი დოკუმენტი წასვლის საბუთი არ მქონდა გადავცურე ენგური მაისის თვეში მაგის შემდეგ სამწუხაროდ მე არ მქონია იქ შეხება თქვენი სახლი თუ ნახეთ ის რომლის დატოვებაც მოგიწიათ 93 წელს ნახე სახლი მიწობრჭყალებში სახლი არ არის ნასახლარი ეზო ქუჩა არ ვიცი ემოციას და განცდებს ნამდვილად ვერ გადმოგცემთ მე მეგონა უცხო მხარეში მოვხვდი სრულიად და რა იყო მართალი ანუ რა იყო რეალური თუ შევადარებთ ამდენი წლის განმავლობაში თქვენს ნაფიქრალს მანამ სანამ ჩახვიდოდით ისევ უკან და ნახავდით თქვენ სახლს რა იყო ის რაც თქვენს გონებაში იყო წარმოდგენილი და რა იყო რეალობა რამდენ კავშირში იყვნენ ისინი ერთმანეთთან რა დაემთხვა რა არ დაემთხვა ამდენი წლის ნაფიქრი სად რეალიზდა და სად არა მაშინ როდესაც ნახეთ სახლი რა თქმა უნდა ხა მე არც ისე პატარა არ ვიყავი 17 წლის წამოვედი იქიდან აბსოლუტურად აღვიქვამდი ყველაფერს და ვიხსენებდი ყველაფერს დეტალებში და დამერწმუნებთ რომ აი ჭიშკრის ხმაც მესმოდა რამდენიმე წელი მეღვიძებოდა ჩემი ჭიშკრის ხმაზე მაგრამ იქ დაბრუნებულს მართალი გითხრათ ყველაფერი სხვანაირი მეჩვენა გარდა სურნელისა გითხარით წეღანო მაისის თვეში მომიწია წასვლა ეს ყველაზე ლამაზი დროა აფხაზეთში ნამდვილად და ჩემს ქუჩაზე მიმოზების და იასამნების წუნი აი პირველი რაც შევიგრძენი და დამიბრუნა ის 20 წელი ზუსტად 21 წელი მაშინ აი ეს იყო სურნელი ჩემი რომელიც არასდროს არ გამნელებია და არასდროს არ დამიწყებია ნამდვილად დღეს ამ მოცემულობიდან როგორ შეგვიძლია ეს სულ ვამბობთ იმაზე რომ ჩემი სახლი იქ ამას რომ ჩემი სახლი იქ არის დღეს ამ მოცემულობიდან როდესაც 23 წელი გავიდა თქვენი ოჯახი გყავთ 2 შვილი ცხოვრობთ აქ წყნეთში და რაღაცნაირად ჩაებით ხო ცხოვრების ფერხულში ისე როგორც ეს იყო შესაძლებელი დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენი შეგრძნება რა არის საერთოდ ეს სახლი რომელიც ადამიანებს ესე ყოველთვის გვიზიდავს თავისკენ და ყოველთვის გვიბიძგებს რომ რაღაცნაირად მისკენ წავიდეთ. არ ვიცი ამ წუთას რა თქმა უნდა როგორ აღვიქვამ მადლობა დედაქალაქს მადლობა წყნეთს რომ ჩვენ ძალიან ასე თბილად მიგვიღეს შეგვიკეთლეს და ვცხოვრობთ. ნუ რა თქმა უნდა ეს ჩვენი ქვეყანაა და განსხვავება დიდი არ არის მაგრამ
ნამდვილად ამას არ ვიცი. აი ზუსტად მიკვირს ანუნა შენი პოსტიდან რო წავიკითხო როგორ ცხოვრობს ადამიანი სხვის სახლში დღეს. აი იქ თუნდაც სოხუმში ის სომეხიც აფხაზიც არ ვიცი არ შემიძლია თუდად მოვიხსენიო არავინ დღეს ამ დღევანდელი გადასახადიდან სიძულვილით არავის არ შევხედავ ნამდვილად მაგრამ არ ვიცი როგორ შეუძლია ადამიანს იცხოვრებს სხვის სახლში სადაც მისი არაფერი არ არის ნამდვილად იქ არც ერთი ნივთი მაგ აურა სხვა ტრიალებს სხვა ოჯახი სხვა წარსული იყო იქ და დღეს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ცარიო სახლებს შემოვედი და დავსახლდე მაინც მგონია რომ ჩემი არ არის ჩემი იქეთ არის იქ არის ყველაფერი ჩემი და მოცემულობა როდესაც ის ადამიანები არ არიან იმ გარემოში რა გარემოშიც ეს სახლი იყო ჩვენი ეს რამეს თუ ცვლის რა თქმა უნდა მაინც რჩება ეს სახლი სახლად აი გაიხსენებ ახლა ისევ იმ პოსტს რომ სახლი არის მოცემულობა. არა, არ ვიცი, ეს უბრალოდ იყო ეს ხო არ არის თქვა რაღაცნაირად დადგენილი რამ, ესეც სამსჯელო საკითხია რა არის ეს სახლი. აი ხა იცით რატო ვიტყვი? სახლი ამ წუთას იქ არავის არ აქვს და არაფერი არ არის იქ სახლში. ჩემ სოფელში უმეტეს. ის ძველი სახლი თუ აქვს ისევ ახალი და სხვანაირი, მაგრამ იქ მაინც ის არის ის შენი ბავშვობა და მაინც არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ იქ შენი წარსულია ნამდვილად, რომელსაც ვერანაირად ვერ დაივიწყებ ადამიანი. ჟენია მანიშნებს რომ რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, არ მსმენელს შევახსენებ რომ დღეს ვსაუბრობთ თემაზე სად არის სახლი, ზიტა ფაცურია, გალის რაიონიდან დევნილი არის ჩემი გადაცემის სტუმარი, ზიტას ვთხოვ რომ დარჩეს სატელეფონო ხაზზე და რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. მოიმზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. საღამომშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა. დღეს ხუთშაბათია, გადაცემაში უმი სოციუმი როგორც ყოველთვის და ტრადიციულად ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენი სოციუმისთვის არის საინტერესო და აქტუალური, ან იმაზე, რასაც ადამიანთა დიდი ჯგუფი ერთგვარ იგნორირებას ახდენს, თუმცა მათთვის საზოგადოდ და სამომავლოდ ისა თუ ის თემა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სად არის სახლი? ამ შეკითხვაზე პასუხს ვეძებ დღეს და პრინციპში ეძიება გაგრძელდება ყოველ ხუთშაბათს, ყოველ გადაცემაში ერთი რუბრიკა დაეთმობა ამ თემას. დღეს არის პირველი ეთერი, ზიტა ფაცურია, აფხაზეთიდან დევნილი არის ჩემი გადაცემის სტუმარი. პირველ ბლოკში ვისაუბრეთ სხვა საკითხებზე, ახლა გრძელდება ჩვენი დიალოგი. ზიტა, თუ გესმის ჩემი ხმა? სარეკლამო ჭრამ შეგვაწყვეტინა საუბარი. მინდა და მეკითხა, იმ განვლილმა ცხოვრებამ, აი ეტაპებმა, პერიოდმა, მოცემულობებმა, რაც იყო 23 წლის განმავლობაში, თქვათ, რა დატოვა შენში ისეთი, რაც თქვენში, რასაც ამჩნევთ და რაც შესაძლოა არ ყოფილიყო თქვენ რომ გეცხოვრათ იქ, სადაც დაიბადეთ და იქ, სადაც თქვენი არჩევანი იყო გეცხოვრათ? ძალიან ბევრი რამ არ იქნებოდა ისე როგორც დღეს არის ნამდვილად. არ ვიცი რა შეცვალა და ალბათ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ ნამდვილად უკეთესობისკენ არაფერი. და რაც შეეხება პირველ პერიოდს, რომელიც ძალიან მწვავე და ძალიან მტკივნეული იყო და მე მეგონა რომ ცოტა მიყუჩდა ეს ტკივილი და რაღაცნაირად ესე არა ცხოვრება გრძელდება, ეგუები, ყოფითი პრობლემები ყველაფერს ცოტა უკანა პლანზე გადასწევს და ასე ხომ ეგუები ყველაფერს, მე ბავშვები, მე რაღაცა, მაგრამ რამდენადაც შევეხე, თუნდაც ვნახე რაღაცა საიტზე, ან აფხაზეთის ფოტოებს, ან მუსიკას, ან რაღაცას, ეს ზუსტად ისევე მტკივნეულია, როგორც მაშინ. აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება ამით, რაც დრო გადის. და ასე მგონია რომ არ შეიძლება რომ წყნარად და ჩუმად ვიყოთ ჩვენ. მე რომ მეგონა რომ ყოველდღე ალბათ შეიძლება ყოველდღე არა, მაგრამ არის დღეები, როცა დავჯდები და უყვები ჩემს შვილებს, უხსნი, სად დავიბადეთ, სად გავიდე, იქ როგორი ურთიერთობაც სხვანაირი იყო. აი ამის ხაზგასმა მინდა, რატომღაც არ ვიცი რატომ, მაგრამ იქ მეგონა რომ მეზობლებიც სხვანაირი მყავდა, მეგობრებიც სხვანაირი და ამას ვასწავლი და ხანდახან ვიფიქრებ რომ ალბათ არა, ჩვენმა თაობამ თუ ვერაფერი ვერ შეძლო, ვფიქრობ რომ ეს ბავშვები ალბათ არაფერი ამათ დაინტერესება არ ექნებათ, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცაზე შემეცვალა
აზრი, როცა მივხვდი, რომ აი 4 წლის გოგონამ, რომელსაც ფაქტიურად არაფერი არ ახსოვს, ხო? იქიდან წამოსულს და იქ ვესეცხები მაგ ციტატას, რომ 4 წლის გოგონა, რომელსაც სახლი წაართვეს და ომისთვის გაწირეს. ამ გოგოს იმხელა ტკივილი აქვს და იმხელა ემოციით წერს ამას, ეს არ შეიძლება დაწერო ადამიანმა თუ ვერ იგრძენი, ხომ ასეა. ესე შეეხო ყველაფერს და ვგრძნობ, რომ ეს ახალგაზრდები, ანუ თქვენ პატარები, თინეიჯერების თაობა ვიძახი, რომელსაც მაინც ის სისხლი გაქვთ, რომელიც ყივის, თქვენ არ დაწყნა, არ გაჩერდებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამის არ ვიცი, მინდა გზა დაგიოცოთ და დაგიდგეთ გვერდზე ჩვენ. ეს ძალიან ინდივიდუალური აღქმა არის ალბათ, ხო? ვიღაცა გამომდინარეობს იქიდან თვითონ ადამიანის განწყობა და მოკიდებულება და აღქმა ამა თუ იმ საკითხის როგორია. ჩემთვის მაგალითად ჩემს ირგვლივ როდესაც ვქონია დისკუსია ამ თემაზე, ხშირად არის დავის საგანი, რომ როგორი სოხუმელი ვარ მე, მაშინ როდესაც 4 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმიდან წამოვედით და ძალიან ხშირად მიწევდა თავდაცვა. ხო, ძალიან ხშირად მიწევდა თავდაცვა ამის გამო. თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ ეს პროცესები გავიარე და გაიარა ჩემმა ოჯახმა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად ჩამოყალიბდა ჩემში ხასიათის თვალსაზრისით, ხო, ქცევის თვალსაზრისით, ადამიანებისადმი დამოკიდებულების. მე მაინტერესებს თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა. თქვენ შემთხვევაში თუ მოხდა მსგავსი რამ და თუ შეცვალა აი ამ მოვლენებმა, ამ მოვლენამ, რომელიც თქვენ გარდა ხდათ, თუ შეცვალათ თქვენ პიროვნულად. მე მგონია, რომ აბსოლუტურად არანაირად არ შეუცვლივარ. ეხლა ძალიან ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, 2 თვის წინ რაღაც გასვენებაზე მქონდა შეხვედრა ჩემს ყოფილ პედაგოგებთან. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეხლა არ შეიძლება სიტყვით თქვა, როგორი მოწიწება მქონდა, როგორი მორიდება მქონდა. პირველად მართალი გითხრათ, რაღაცა დაუკომპლექსი, როგორ უნდა მიმემართა ამდენი წლის მე, თითქმის მე გავხდი 40 წლის და კიდევ მასწავლებელო ესე უნდა მივმართოთ, ხო, ვიფიქრე გულში და რაღაც სხვანაირად უყურებდი და ვფიქრობ, დღეს შეიძლება იქაც ესე შეცვლილიყო, ხო, ჩვენ რომ აფხაზეთში ყოფილიყავით, უფრო თანამედროვე ცხოვრება, მეგობრულად მასწავლებლებს თან და რაღაც უფრო სხვანაირად, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ იქ მაინც სხვანაირი მოწიწებით და აი ეს დარჩა ჩემში. ნამდვილად დარჩა. ის აღზრდა, რაც იქიდან მომყვებოდა. რა იქნება ხვალ? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შეიცვლება დევნილებისთვის? ხვალ, რა თქმა უნდა, მინდა რომ უკეთესი დღე იყოს და იმედი უფრო დიდი მქონდეს, რაც დღეს მაქვს. მეგონა რომ რაღაცნაირად მართლა უკვე თუნდაც ის ქალაქში რო ტრიალებდა და ფრიალებდა ბილბორდები გვახსოვდეს აფხაზეთი 1-2-3 წლის წინ, დღეს უკვე ის ბილბორდებიც გაქრა და აღარ არის და მეგონა რატომღაც უკანა პლანზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, ეს არ უნდა იყოს, როცა ასეთი პატარა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ეს არ უნდა იყოს ესე ჩუმად. მე ძალიან დიდი იმედი ჩამესახა, რომ ასე ძალიან მე შევედი თქვენს ბლოგებს, გადავავლეთ თვალი, ვხედავ როგორ აქტიურად არის ახალგაზრდები ჩაბმული, როგორი ურთიერთობა აქვს იმ აფხაზ სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან და რა თქმა უნდა 21 საუკუნეა და ჩვენ რაღაცა უნდა ვიწავიდეთ ძალიან ბევრ დათმობაზეც. მე არ გულისხმობ რა თქმა უნდა დათმობას და ბრძოლას და ავტომატით ხელში, მაგრამ ალბათ სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და მინდა იმედიანად შევხედო ხვალინდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ აი როცა არ ვიცნებით ჩუმად ნათქვამია ესე წლის წვეთმა კლდის ქვას გახვრიტა. ჩვენ ვილაპარაკოთ, ვიხმაუროთ, გავიხსენოთ და ალბათ ღმერთისნებით ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი შვილებისთვის სად არის მათი სახლი? ძალიან ბევრჯერ დამისვამს ეგ კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბადებულები არიან თბილისში და გაზრდილები, ყურიც მომიკრავს სხვასთან ლაპარაკშიც, რომ მე ვარ წარმოშობით აფხაზეთიდან. და რას ნიშნავს მათთვის ყოველდღიურ ურთიერთობაში ეს იდენტიფიცირება? ეს არის ის, რაც თქვათ თქვენგან გადაეცათ და ამის გავლენა აქვთ, რომ იქ არის სადღაც თქვენი სახლი, რადგან თქვენც ამ განწყობით ხართ და თქვათ ის გარემო რაშიც იზრდებიან, თუ რეალურად ზუსტად ხვდებიან რას ნიშნავს ეს ფენომენი მათი სახლის სხვაგან არსებობის, როდესაც ამ რეალობაში ცხოვრობენ სხვაგან. ნუ თქვათ წყნეთში დადიან სკოლაში, აქ და აქ აქვთ ამ გარემოში ურთიერთობა ადამიანებთან.
რამდენად ეს ტექნიკური აღქმა არის თუ მოსაზრებას ნამდვილად მე ვერ გადმოგცემთ, მაგრამ ვიცი რომ ყოველდღიური შეხება ჩვენ მით უმეტეს ცხოვრობთ წყნეთში, სადაც დევნილთა დასახლებაა და აბსოლუტურად ძალიან ბევრ ოჯახთან გვაქვს ურთიერთობა, ყავთ მეგობრები, სოხუმლები, ჩამჩირლები და ასე შემდეგ და მაინც იციან რომ ძირი ეს არის ამათი და არ ვიცი როგორ მოყვებათ და როგორ ფიქრობენ თვითონ ამ წუთას ვერ გეტყვით მართალი გითხრათ მიიყო ლაპარაკი რომ ჩვენ გავყიდით წყნეთში და წავალთ სადღაც გადავალთ საცხოვრებლად თბილისში და იმხელა პროტესტი ქონდა ამას გამიკვირდა და ვკითხეთ მე ვთხარი თქვენ წყნეთელები ხო არ გონიათ თქვენი თავი მეთქი და რა შუაშია და წყნეთელები ჩვენ აქ დავიბადით გავიზარდეთ ჩვენ გვიყვარს ეს ადგილი ძალიან და აქედან ანალიზი ნუ დასკვნავ ვფიქრობ რომ უყვართ სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. კეთილი, დასასრულ სანამ დასულმა კიდევ ერთი შეკითხვა გამიშდა, რაც მუდმივად მაწუხებს და ჩემთვისაც ესე ვთქვათ ფიქრის საგანია. ის რომ დევნილთა დიდი ნაწილი ცხოვრობს ისევ საცხოვრებლებში, სადაც ასევე ძალიან ბევრი დევნილია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი არის ეს და როგორ მოქმედებს ეს დევნილთა ინტეგრაციის პროცესზე იმ ადამიანებთან, ვთქვათ, იგივე ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც ისინი ამა თუ იმ მომენტში ცხოვრობენ? რამდენად სწორი არის ესე კომუნებად დასახლება ჩვენი დევნილების? არ ვიცი, ახლა ამას დადებითიც აქვს, მე მგონი და ალბათ უარყოფითიც, ხო, მასეა შემთხვევაში, მაგრამ მართალი გითხრათ, მე სიამოვნებს მაინც ჩემებთან ცხოვრება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვიყევით თქვენზე, იმისთვის, რომ ადამიანებს დღეს გავუზიარეთ თქვენი და ჩემი განწყობა იმაზე, სად არის ჩვენი სახლი. მადლობა, რომ გამოეხმაურეთ შეტყობინებებს და ყველაფერს, რაც ამ თემაზე ჩვენს გადაცემაში ოდნავ გაჟღერებულა და არ ვიცი, ბევრი საკითხი დარჩა ალბათ. სასაუბრო ბევრია, ბევრი შეკითხვები არ ილევა, ალბათ თუ კარგად არ ვიცი, ხან თუდია, ხან კარგი. მოკლედ გქონოდეს შესაძლებლობა, რომ ამაზე კიდევ და კიდევ ვისაუბროთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენან, რომ მომეცით ამის საშუალება, რომ ამომეთქვა ეს სულით და გულით ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. საკუთრებული მადლობა შენანუნა. დიდი მადლობა. დღეს საუბრობთ თემაზე სად არის სახლი. გადაცემა გრძელდება მეორე ბლოკში სტუმრად მეყოლება თამარ კაკუბავა. ის ამჟამად ცხოვრობს დანიაში და საინტერესოა გავიგოთ მისი პოზიცია და მოსაზრება რა არის ეს სახლი და სად არის მისთვის როგორც აფხაზეთიდან დევნილი 26 წლის ახალგაზრდა ქალისთვის სახლი. დროებით რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. მოიმზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. საღამომშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც რადიო იმედს უსმენთ. ეს არის გადაცემა უმის სოციუმი. დღეიდან ყოველ ხუთშაბათს გადაცემაში გვექნება ახალი რუბრიკა სად არის სახლი. ანუ ჩვენ დავიწყებთ ძიებას სად არის სახლი იმ ადამიანებისთვის და რა არის ეს სახლი მათთვის, ვინცაც მოუწია დევნილობაში ცხოვრება და ვინც არის ძალიან დაშორებული იმას, რასაც ჩვენ ვეძახით სახლს. თამარ კაკუბავა დანიიდან მე მგონი არ იქნება ურიგო თქვა რომ ჩემი მეგობარი თამარ კაკუბავა დანიიდან, რომელთანაც ერთად პრინციპში ერთ-ერთი მე შენ და თამნახშირად ვსაუბრობთ ადამიანი, რომელთანაც თამამად მისაუბრე იმაზე, რას ნიშნავს დევნილობა ჩვენთვის და რას ნიშნავს ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ და ჩვენთან ერთად 10,000-ობით ადამიანმა და ჩვენმა ოჯახმა. ძალიან მოკლედ რომ უთხრა ჩვენ მსმენელს, შენთვის როგორი იყო ის შენთვის რა იყო ის მოვლენები, რაც 93 წელს მოხდა და რა გამოიარე აქამდე. ძალიან მოკლედ 23 წელს რა თქმა უნდა ვერ ჩავატებთ, მაგრამ დაახლოებითი წარმოდგენა რომ გქონდეთ მანამ სანამ გადავალთ აი ზოგად საკაცობრიო შეკითხვაზე სად არის ეს სახლი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება რა იყო ჩემთვის დევნილობა, ცოტა ძნელი სათქმელია და ძნელი ჩასატევი, ასე ვთქვათ, ორ სიტყვაში, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ თუ რა გამოვიარეთ. მე ვიყავი 4 წლის, როდესაც მოგვიწია სახლის დატოვება, გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი
ცხოვრობდით სვის სახლში, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად უშუქობაში, უწყლობაში, როგორც მთელი საქართველო, ასე ვთქვათ და დევნილების უმრავლესობა გადავიტანეთ, ასე ვთქვათ, შიმშილიც და ბევრი მძიმე მომენტი, ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ, ოჯახის წევრები დავკარგეთ ომის დროს და ამას ახლა უფრო ვხვდები და ახლა უფრო ვაცნობიერებ თუ რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ არ გამიჭირდება არასდროს არაფრის გაძლება, არაფერთან ასე ვთქვათ, გამკლავება შეკინება არ ვიცი რა უნდა იყოს ცხოვრებაში ისეთი რაც შეიძლება გამაკვირვოს ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი ან თუნდაც შენ გაგაკვირვოს ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ზუსტად რა თქვა თუ გვისაუბრია ამაზე რომ რაღაც დეტალები ხასიათში თვისებებში აი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი როდესაც მიდის აი ამის პარალელურად რასაც ქვია დევნილობისგან პატარ-პატარა ასაფეთქებლები არ ვიცი რა შეიძლება ეწოდოს იმ პრობლემებს რომელიც ჩდებოდა ხოლმე კიდე უფრო განზოგადებულად რა კვალი დატოვა ამ ყველაფერმა შენზე გარდა იმისა რომ დღეს შენ შეგიძლია იყო ისეთი ძლიერი რომ გაუმკლავდე ყველაფერს აღქმის თვალსაზრისით სამყაროს აღქმის ადამიანებისადმი დამოკიდებულების ცხოვრებისადმი დამოკიდებულების აი თუნდაც ის რომ არასდროს არ დავიწუწუნებ ელემენტარულ რაღაცა საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ხო? როდესაც მაქვს დანიელ ახალგაზრდებთან, ბავშვებთან ურთიერთობა და ვადარებ ჩემს ბავშვობას 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე ვცხოვრობთ თბილისში ძალიან ასე ვთქვათ სასაცილოა იმიტომ რომ ალბათ ანუ გარემო რასაც ჩვენ ცხოვრობდით იმ მომენტში არ მიგვაჩნდა რომ ეს იყო რაღაცა ტრაგედია ეს იყო რაღაცა კატასტროფა რომ ჩვენ თოჯინები არ ვქონდა ახალი ტანსაცმელი არ გვეცვა მობილური ტელეფონები არ ვქონდა თუ რაღაცა აი ესე ვთქვათ ფუფუნების საგნები არ ვქონდა. იმიტომ რომ არ იყო ამის საშუალება და რაც იყო დავუშვათ შემოსავალი ოჯახში, ეს უნდა გადანაწილებული იყო ჩვენს განათლებაზე და ყვებაზე შემდეგ, მაგრამ აქ ბავშვებს როცა ვუყურებ და თუნდაც დღეს უკვე ახალ თაობას საქართველოში, ცოტა ასე ვთქვათ მეცინება, იმიტომ რომ წუწუნებენ ასე ვთქვათ ყველაფერზე, ხო? რაღაცა ელემენტარულ ნივთებზე, რაზეც ჩვენ ასე ვთქვათ ვერ ვიოცნებებდით. რაღაცნაირად მატერიალური სურვილები დათრგუნა მოცემულობამ, რაშიც ჩვენ ვიყავით, ესე გამოვიდა, ანუ ესეთი შეგრძნება დამეუხსა შენეთქვენ. დაახლოებით ესე შეიძლება ითქვას. ყველაფერს მატერიალურთან გაიგივება არ შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ რაღაცა ეს ისიც იყო რომ აი ადამიანები თითქოს უფრო ხარს ვჭერდით ერთმანეთს, თითქოს მუდმივად ერთად ვიყავით, ერთი გასაჭირი ქონდა, ერთად წვედით ყველაფერს. ახლა უკვე რაღაცა თითქოს კალაპოტში ჩადგა თითქოს ყველაფერი და ყველას აქვს რაღაცა თავისი საკუთარი ცხოვრება და ყველა ადვილად უყურებს ანუ უფრო რთულად შეიძლება უფრო რთულად უყურებს ასე ვთქვათ ომთან დაკავშირებულ საკითხებს ანუ იცი რა მინდა გითხო შენ როგორ ფიქრობ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ჩვენ ცნობის ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირად გვისაუბრია ამ თემაზე მაგრამ რაღაცნაირად თითქოს წელს ამ ეტაპზე ბოლო პერიოდში სხვანაირი არის ჩვენი საუბარი ყოველ შემთხვევაში ჩემი შეგრძნება ესეთი არ და ზუსტად ანუ ხშირად ვეკითხები ჩემს თავს რომ რატომ არის ეს საუბარი სხვანაირი ანუ რა შეიცვალა და რით განსხვავდება ეს იმისგან იმ საუბრებისგან რაც შეიძლება ჩვენ გქონოდა 7 6 5 4 3 წლის წინ შენ ხომ არა გაქვს მსგავსი შეგრძნება ან დამოკიდებულება ან შენთვის როგორი არის ეს პროცესი კი რა თქმა უნდა რაც უფრო ასე ვთქვათ ასაკში შევდივართ და რაც უფრო ვაცნობიერებთ
ჩვენს წარსულს, ჩვენს ბავშვობას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაკვირვებულები ხდებით, უფრო მეტად ვაცნობიერებთ თუ რა გამოვიარეთ, რა პრობლემებს გადავაწყდეთ და შესაბამისად ჩვენი საუბარიც იცვლება, ხო? ანუ შესაბამისად სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს. ჩემთვის მაგალითად ახლა სახლი, აი შენი კითხვა რაც არის, რა არის სახლი? სწორედ ახლა ვფიქრობდი, ანუ რა არის სახლი ჩემთვის, როდესაც მე უკვე საქართველოში აღარ ვცხოვრობ. ეს არ ვიცი, მუდმივად ასე იქნება თუ დროებით, მაგრამ ჩემთვის საქართველოა უკვე სახლი და არა, ანუ რაც თქმა უნდა აფხაზეთი ჩემი სახლია და მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში აფხაზეთი იყო, არის და იქნება მუდმივი ყოველდღიური საუბრის თემა, სამუშაო თემა, ნათესავები, ოჯახის წევრები, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება ჩემთან და ჩემს ოჯახთან იყოს დაკავშირებული, ეს არის აფხაზეთი და ანუ ეს თემა არასდროს არ წაიშლება, ასე ვთქვათ, ჩემი მეხსიერებიდან, გონებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი სახლი არის სრულიად საქართველო, იმიტომ რომ მე ვარ უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში და რა თქმა უნდა როდესაც მეკითხებიან საიდან ვარ, მეუბნებ რომ ვარ საქართველოდან და აფხაზეთიდან, რომელიც არის ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული. შენ თქვი რომ რას წლები გვემატება უფრო მეტად ფიქრობთ ამ საკითხზე. რაღაცნაირად ესეთი სამუდამოდ განწირულები ვართ იმისთვის რომ მუდმივად ამაზე ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ და ვისაუბროთ. ესე ხო არ გამოგვდის? მე არ მგონია, იცით, იმიტომ რომ 20 და 23 წელი ისტორიისთვის ძალიან ცოტაა. ჩვენ შეიძლება ვიზრდებით ასაკგვემატება, ყველაფერი იცვლება ჩვენს გარშემო, ადამიანთა აზროვნებაც იცვლება, მაგრამ მე არასდროს არ დამიკარგავს იმედი და არასდროს არ ვაღიარებ ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, რომ ეს ტერიტორია ჩვენ უნდა დავთმოთ, მე ჩემი სახლი უნდა დავთმო და გადავცე არასდროს არ ვამბობ აფხაზს, იმიტომ რომ აფხაზი ჩემთვის არის იგივე ძმა, ხო? თუ და ოჯახის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ მთელი წლების განმავლობაში ასე თუ ისე მშვიდობიანად ცხოვრობდით და როდესაც საუბრობენ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, მე არასდროს არ ვამბობ, რომ ეს არის ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენს შორის არის რაღაცა დიდი განხეთქილება, მაგრამ ეს არის ქართულ-რუსული კონფლიქტი და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ნუ ჩემი აზრით ასეა. და ანუ ეს ჩვენი შეკითხვების სერია შეიძლება დასრულდეს მას შემდეგ, რაც რაღაცა რაც არსებობს. ანუ ჩვენი შეკითხვების სერია შეიძლება არ ვიცი როდის დასრულდება, ამას ეს ჩემი მხრიდან ცოტა რთული საქმე იქნება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავალთ, რადგან ერთხელაც იქნება რუსეთი აღარ იქნება, ხო, ასეთი ძლიერი და ჩვენც დავუბრუნდებით როგორმე ან როდესღაც ჩვენს სახლკარს. მე იმის იმედი, ანუ მე თუ არა იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები მაინც შეძლებენ უბრალოდ აქ შემდეგ რაღაცნაირად ისეთი შეკითხვა ჩდება, რომ მოუნდებათ თუ არა დღეს ჩვენი თაობის ბევრი ადამიანისთვის უკვე შენც კი ხო რამდენს მოგზაურო ბოლო წლებია და ახლა ცხოვრობ დანიაში და კიდე გეგმავ სხვაგან გადახვიდე იცხოვრ და რაღაცნაირად ცხოვრება მაინც მიდის თავის კალაპოტში და მეტნაკლებად უკვე გაკვალული და გარკვეულია საით მივდივართ. ჩვენთვისაც კი უკვე ესეთი არის სამსჯელო საკითხია, ჩვენ ვბრუნდებით, სად ვბრუნდებით, როგორ ბრუნდებით, ხო? აი ახლა რომ შეიქმნას მოცემულობა, ფაქტია, რომ ესე სწრაფად ვერ გადავდივართ ვერსად და არ ვიცი რამდენად იქნება ეს რეალობა ახლო და ეს რაღაცა კავშირები, ესეთი ძლიერი ჩვენი შვილებისთვის, ხო? მაშინ როდესაც უკვე ჩვენ გვიდგას რაღაც საფრთხეები, იმიტომ რომ იმ მოცემულობამ რაშიც გავიზარდეთ, უკვე რაღაც გზისკენ წაგვიყვანა, ხო? კი, შენ თქვი რომ აი სახლზე იყო პირველ რესპონდენტთან ვისაუბრე, თქო ჩემთვის ძალიან ესეთი იყო მოლოდინი იმისა, რომ სახლს ვნახავდი, რაღაცა სხვა მოხდებოდა, პროცესს სხვა მოლოდინი მქონდა და სხვა რამ მოხდა და სხვა ეტაპზე გადავედი და კიდევ უფრო მეტი ფიქრი გამეჩნდა. შენ როცა ნახე შენი სახლი, რამდენი წლის შემდეგ ნახე და რო ნახე რა მოხდა შენში, რა იგრძელი?
მე პირველად 96-ში ვნახე ომის შემდეგ ჩემი სახლი, როდესაც ვიყავ ძალიან პატარა და შესაბამისად არ მახსოვდა თუ როგორი იყო ჩემი სახლი. ანუ დიდი წვალების შემდეგ ჩემმა ოჯახის წევრებმა მაჩვენეს სახლი, რომელიც იყო უზარმაზარი, რაღაცა სასახლედ მეჩვენებოდა თბილისის რაღაც პატარა ოთახთან შედარებით და პირველი შეკითხვა რაც დავსვი ეს იყო რომ დედა ამხელა სახლი გქონია და თბილისში რატომ ცხოვრობთ? ანუ ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია. შესაბამისად 96 წლის შემდეგ 2006 წლამდე თითქმის ყოველ ზაფხულს შემეძლო წასვლა და სხვადასხვანაირად ვუყურებდი ამ ყველაფერს. ანუ მიყვარდა ძალიან სახლში მარტო ყოფნა. უზარმაზარ სახლში მარტო ყოფნა და იქ წიგნები ერთადერთი რაც დარჩა და დატოვეს ჩვენ სახლში ეს იყო წიგნები, ქართული წიგნები, რომელსაც ვერ წაიკითხავდნენ და არაფერში არ ჭირდებოდათ, ხო? და ამ წიგნებში, ასე ვთქვათ, ტრიალი და ქექვა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, რელაქსაცია, რაც შეიძლებოდა იმ სახლში მქონოდა და ანუ ძალიან ესე ვთქვათ, არ ვიცი, პატარა ბავშვისთვის ცოტა ისეთი თემაა, ხო? ძალიან ახლო იყო, თან ძალიან შორი, რაღაცა შიშის გრძნობაც მქონდა, თან ყოველთვის მინდოდა ჩასვა, თან არ მინდოდა, ცოტა ესე ვთქვათ, არეული იყო ჩემს გონებაში ყველანაირი ფიქრი, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული და არ მქონდა ჩემი საკუთარი აზრი ამ ომთან, კონფლიქტთან, სახლის შეცვლასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ყველაფერს ახლა რო ვიხსენებ, ძალიან მტკივნეულია და ვისურვებდი, რომ როგორც მანამდე ახლა შემეძლოს ყოველ წელს ერთხელ მაინც საკუთარ სახლში შესვლა და თუნდაც იმ წიგნების ქექვა და ის შიშის გრძნობაც კი მენატრება, როცა მარტო ვიყავი სახლში და ჩემი ფეხის ხმა მაშინებდა. ძალიან მე პირადად ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმდევია. რამდენ ადამიანს მოუნდება ეს ასე დარჩეს დიდხანს, იმიტომ რომ ესეც ჩვენი არჩევანი არის პრინციპში ადამიანების, რომელსაც ინდივიდუალური აღქმა გვაქვს, ხო? ჩვენი სახლის, ომის, ყველაფრის მოვლენების ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული მისი სახლი იცხოვროს ისევ რუსეთში, ვიღაცისთვის მოცემულობა, ვიღაცისთვის არჩევანია, ვიღაცისთვის გადაწყვეტილება, ბევრი რაღაც მოხდა ამ დევნილობის დროს და ბევრამ შეიცვალა. სულ ფიქრობ იმაზე, რომ ეს შეკითხვების მორევი, რაც გვაქვს, რაც ყოველდღიური, რამდენად არ ვიცი, შეგვიძლია კი ავიტანოთ ეს დიდხანს? აი შენ როგორ ფიქრობ? იცი რა არის, ანუ ჩვენ თაობას, არ ვიცი, შეიძლება ჩვენმა თაობამ აიტანოს ეს დიდხანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მშობლების თაობა არ მგონია, რომ ოდესმე შეეგუოს. ყოველ შემთხვევაში ჩემი მშობლებისგან ვიცი, რომ ისინი ყოველთვის სტუმრად გრძნობენ თბილისში თავს და არასდროს არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახლი აქვთ, გარშემო ყველა მათი ნათესავი მეგობარი, ყველა გარშემო ცხოვრობს, ხო? მაგრამ ბევრჯერ ვთქვამთ, რომ ისინი არასდროს არ გრძნობენ საკუთარ თავს სახლში. და რა თქმა უნდა, ეს გადმოდის ჩვენზეც, ხო? მეც მათგან მაქვს ეს განცდებიც, ეს ემოციებიც, მეც რა თქმა უნდა ჩემი საკუთარი ემოციებიც მაქვს, როდესაც ხედავდი ამ ყველაფერს, ჩავდიოდი ინტენსიურად ყოველ ზაფხულს და ეს ყველაფერი დაგროვდა, ხო? ჩვენში, მაგრამ მე პირადად არ შევეგუები, არც ჩემი მშობლები არ შეეგუებიან, მაგრამ როგორც ვხედავ, ხო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, ანუ ბევრისგან მომისმენია, რომ იცი რა, რო დავბრუნდე, მე იქ რა გავაკეთო. ან არ ამგონია, რომ ოდესმე დავბრუნდე და იცი რა, საზღვრები იცვლება და მოდი შევეგუოთ და დავივიწყოთ, მაგრამ ჩვენ თუ ესე პირველ რიგში მეხსიერებიდან ამოვშლით, რა თქმა უნდა, ვერაზოს ვერ დავიბრუნებთ და რა თქმა უნდა დავკარგავთ, ძალიან ადვილად დავკარგავთ, ხო? და ჩვენ დიალოგის დასასრულს მინდა კითხო, ისაც შეიძლება იყოს რა იქნება ის იდეალური გარემო და მოცემულობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ მოცემულობიდან მოგვეცეს მომავალში და რაშიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა.
ორი შეკითხვა, რა იქნება ეს შენ როგორ ხედავ და ჩვენი თანამონაწილეობა რა არის ამაში? ხო, ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არავინ არ არის ომის მომხრე. მეც პირველ რიგში ვარ დიალოგის და ასე ვთქვათ, ერთად გადაწყვეტის მომხრე. ჩვენ შორის აფხაზებსა და ქართველებს შორის ყოველგვარი მესამე ქვეყნის გარეშე, ყოველგვარი რუსეთის გარეშე. ეს მოცემულობა შეიცვლება მაშინ, როდესაც რუსეთი დასუსტდება ჩემი აზრით და ალბათ ყველა დამეთანხმება ამაში, ხო? და კიდევ აფხაზებმაც, ქართველებმაც ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი შეცდომა, ჩვენ და ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა, რა დაუშვით, რა გავაკეთეთ წარსულში და ახალმა თაობამ მაინც უნდა ვცადოთ, რომ ერთმანეთი მივიღოთ, ასე ვთქვათ და ისევ ჩვენ გამოვასწოროთ დღევანდელი მოსამულობა, რომ მე სახში შესვლა მაინც არსანელებელი არ გაგვიხდეს და სახში შვიდად შესვლა მაინც შევძლოთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და მსმენელს გაუზიარეთ კიდევ ერთი დევნილი ახალგაზრდა ქალის დამოკიდებულება და მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად არის ეს სახლი და როგორია ის დღეს 23 წლის შემდეგ ჩვენთვის და რა პროცესებს გავდივართ ჩვენ პრინციპში რაღაც ნიშნით განსხვავებული ადამიანები, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს მოგვეხსნას. არის რაღაცები, რაც უბრალოდ არ გეხსნება, არის მოცემულობა, რაც არ გეხსნება, თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი ყოველდღიური ფიქრის საგანია რაღაცა სხვა, კიდევ დამატებით გარდა იმისა, რაც ზოგადად ადამიანებს აქვს, ეს რაღაცნაირ ჯგუფში გვაქცევს. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ალბათ რაღაც თვალსაზრისით საინტერესო, რაღაც თვალსაზრისით ძალიან რთული და ესეთი რთული ამოცანაც მეორეს მხრივ, რომელიც ისე უნდა ატარო, რომ სხვებისთვის არ იყოს ძნელად გასაგები და მისაღები. მოკლედ დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი. მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს საუბრობდით თემაზე, სად არის სახლი. თამარ კაკუბავა იყო გადაცემის მეორე სტუმარი, რომელიც დანიიდან გვერდთვებოდა. ეს იქნება ტრადიციული რუბრიკა გადაცემისა ომის სოციუმი. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში ერთი საჭირო ინფორმაციით. რეკლამის შემდეგ იქნება საინფორმაციო, როგორც ჯენია მატყობინებს ჩემი ხმის რეჟისორი და საინფორმაციო შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ იმაზე, რა მოხდება დედაქალაქში 8 მარტს და როგორი იქნება და ვიზდამი გამოხატავენ ქალების სოლიდარობას 8 მარტს. დროებით. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ომის სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად. რადიო იმედზე. ნიშნულოვანი კვირა იმისთვის, რომ განსაკუთრებით კარგად გამოვხატოთ, რას ნიშნავს საზოგადოების აქტიური წევრობა, ისე როგორც ხშირად და ყოველ ხუთშაბათს ისმის ჩვენი გადაცემის ანონსიდან. 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, წელსაც არ ჩაივლის ისე როგორც ხდებოდა ადრეულ წლებში. ბოლო პერიოდი გამოირჩევა იმით, რომ ყურადღების მიღმა არჩება მსგავსი ღონისძიებები გაერთიანებების, განსაკუთრებით აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არჩება ქალთა მოძრაობის, გასაგები ბევრი მიზეზის გამო და რაც ასევე აღსანიშნავია, ქალთა მოძრაობის ყურადღების მიღმა არჩება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც და აქტუალური საკითხი, რაც დგას პერიოდულად ჩვენ საზოგადოებაში. ესეც მეტყოლებს იმაზე, რომ ქალთა მოძრაობა არ არის მხოლოდ ფოკუსირებული იმაზე, რაც ეხება ქალებს, ქალთა მოძრაობა ფოკუსირებულია იმაზე, რაც საზოგადოდ ეხება ადამიანებს და ადამიანის უფლებას ქვეყანაში. ბაია პატარაია სატელეფონო ხაზზე, მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, არ ვიცი, ბევრი ღონისძიების ინიციატორი და მხარდამჭერი, ბევრისთვის კარგად ნაცნობი. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით. ერთადერთი შეკითხვა გადაცემის დასასრულს, რა მოხდება 8 მარტს და როგორ უერთდება ქალთა მოძრაობა 8 მარტის აღნიშვნას და რა იქნება, უბრალოდ ორადორი გამოვიდა, როგორ უერთდება და რა იქნება, რას მოითხოვს წელს ქალთა მოძრაობა? 8 მარტი უფლებების დღეა პირველ რიგში, ქალთა უფლებების დღეა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ 8 მარტს ქალთა პოლიტიკურ უფლებების მოთხოვნას დავუთმოთ წლევანდელი 8 მარტით. შარშან გახსოვთ კვოტებს ვითხოვდით, ანუ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. ამის შემდეგ უკვე კანონპროექტების შემუშავდა და დღეს სერიოზულად განიხილება საკითხი, თუმცა კენჭის ფაზაზე ჯერ არ დაყენებულა. სწორედ ამიტომ პარლამენტის წინ 4 საათზე ქალთა მოძრაობა შეიკრიბება
იმედია სხვა მოქალაქეებით მოვლენ ჩვენ გვექნება აქცია კონცერტი მომღერლებით შემოგვიერთდებიათ და 150-ვე პარლამენტარს მივწერთ წერილებს ანუ იქ ადგილზე იქნება საშუალება რომ დავწეროთ წერილები სათითაოდ მივწეროთ ჩვენ დეპუტატებს წერილები და მოვთხოვოთ რომ დაუჭირონ კვოტებს მხარი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას მოხვიდეთ ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანთა და იმ ვიწრო ჯგუფისთვის რომელიც ყოველდღიურად იცავს ქალთა უფლებებს ეს ეხება ყველას ქალია თუ კაცია რომელ ასაკობრივ ჯგუფსაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ეხება იმას რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან დიდი მადლობა ბაია იმისთვის რომ მოუწოდე ჩვენი გადაცემის და რადიო იმედის მსმენელს და მოგვაწოდე ინფორმაცია კიდევ ერთხელ 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა ქალთა მოძრაობა უერთდება 8 მარტის აღნიშვნას და ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლებას მოითხოვს დღეს საქართველოში ვკითხულობ ციტატას მათი ღონისძიების ტექსტიდან საქართველოს არ მონაწილეობთ ქვეყნის მართვაში ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს 8 მარტი კიდევ ერთხელ მოგცემ საშუალებას 8 მარტს 4 საათზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ვიკრიბებით მოქალაქეები და საშუალება გეძლევათ ყველას და საშუალება გვეძლევა ყველას მხარი დაუჭიროთ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი დღეისათვის სულ ეს იყო მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ვისაუბრებთ ემიგრაციაზე ემიგრაციის პრობლემებზე და როგორც დღეს დავაანონსე ტრადიციულად გვექნება რუბრიკა რამდენიმე თვის განმავლობაში სად არის სახლი და მოვისმენთ იმ მოქალაქეების ხმას რომლებიც 30-23 წელია დევნილობაში არიან მე ვარ ანუ ნაბუკია თქვენ უსმენთ რადიო იმედს მთელი საღამო შეგიძლიათ დარჩეთ ამავე ტალღაზე და გაატაროთ სასიამოვნოთ და ამავდროულად ინფორმაციულად ნახვამდის მოიმზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი უმი სოციუმი ანუ ნაბუკიასთან ერთად რადიო იმედზე ნიშნულოვანი კვირა იმისთვის რომ განსაკუთრებით კარგად გამოვხატოთ რას ნიშნავს საზოგადოების აქტიური წევრობა ისე როგორც ხშირად და ყოველ ხუთშაბათს ისმის ჩვენი გადაცემის ანონსიდან 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა წელსაც არ ჩაივლის ისე როგორც ხდებოდა ადრეულ წლებში ბოლო პერიოდი გამოირჩევა იმით რომ ყურადღების მიღმა არჩება მსგავსი ღონისძიებები გაერთიანებების განსაკუთრებით აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია რომ ყურადღების მიღმა არჩება ქალთა მოძრაობის გასაგები ბევრი მიზეზის გამო და რაც ასევე აღსანიშნავია ქალთა მოძრაობის ყურადღების მიღმა არჩება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი რაც და აქტუალური საკითხი რაც დგას პერიოდულად ჩვენ საზოგადოებაში ესეც მეტყველებს იმაზე რომ ქალთა მოძრაობა არ არის მხოლოდ ფოკუსირებული იმაზე რაც ეხება ქალებს ქალთა მოძრაობა ფოკუსირებულია იმაზე რაც საზოგადოდ ეხება ადამიანებს და ადამიანის უფლებას ქვეყანაში ბაია პატარაია სატელეფონო ხაზზე მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, არ ვიცი, ბევრი ღონისძიების ინიციატორი და მხარდამჭერი, ბევრისთვის კარგად ნაცნობი. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით. ერთადერთი შეკითხვა გადაცემის დასასრულს რა მოხდება 8 მარტს და როგორ უერთდება ქალთა მოძრაობა 8 მარტის აღნიშვნას და რა იქნება, უბრალოდ ორადორი გამოვიდა, როგორ უერთდება და რა იქნება, რას მოითხოვს წელს ქალთა მოძრაობა. 8 მარტი უფლებების დღეა პირველ რიგში, ქალთა უფლებების დღეა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვაპირებთ რომ 8 მარტს ქალთა პოლიტიკურ უფლებების მოთხოვნას დავუთმოთ წლევანდელი 8 მარტით. შარშან გახსოვთ კვოტებს ვითხოვდით, ანუ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. ამის შემდეგ უკვე კანონპროექტების შემუშავდა და დღეს სერიოზულად განიხილება საკითხი, თუმცა კენჭის ფაზზე ჯერ არ დაყენებულა. სწორედ ამიტომ პარლამენტის წინ 4 საათზე ქალთა მოძრაობა შეიკრიბება. იმედია სხვა მოქალაქეებით მოვლენ ჩვენ გვექნება აქცია კონცერტი მომღერლებით შემოგვიერთდებიათ და 150-ვე პარლამენტარს მივწერთ წერილებს ანუ იქ ადგილზე იქნება საშუალება რომ დავწეროთ წერილები სათითაოდ მივწეროთ ჩვენ დეპუტატებს წერილები და მოვთხოვოთ რომ დაუჭირონ კვოტებს მხარი
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას მოხვიდეთ. ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანთა და იმ ვიტრო ჯგუფისთვის, რომელიც ყოველდღიურად იცავს ქალთა უფლებებს, ეს ეხება ყველას, ქალია თუ კაცია, რომელ ასაკობრივ ჯგუფსაც არ უნდა წარმოადგენდეს, ეს ეხება იმას, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ძალიან დიდი მადლობა, ბაია, იმისთვის, რომ მოუწოდე ჩვენი გადაცემის და რადიო იმედის მსმენელს და მოგვეწოდე ინფორმაცია. კიდევ ერთხელ 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალთა მოძრაობა უერთდება 8 მარტის აღნიშვნას და ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლებას მოითხოვს. დღეს საქართველოში ვკითხულობ ციტატას მათი ღონისძიების ტექსტიდან, საქართველოს არ მონაწილეობთ ქვეყნის მართვაში, ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს. 8 მარტი კიდევ ერთხელ მოგცემს საშუალებას 8 მარტს 4 საათზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ვიკრიბებით მოქალაქეები და საშუალება გეძლევათ ყველას და საშუალება გვეძლევა ყველას მხარი დაუჭიროთ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით, ვისაუბრებთ ემიგრაციაზე, ემიგრაციის პრობლემებზე და როგორც დღეს დავაანონსე, ტრადიციულად გვექნება რუბრიკა რამდენიმე თვის განმავლობაში სად არის სახლი და მოვისმენთ იმ მოქალაქეების ხმას, რომლებიც 20-23 წელია დევნილობაში არიან. მე ვარ ანუნა ბუკია, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მთელი საღამო შეგიძლიათ დარჩეთ ამავე ტალღაზე და გაატაროთ სასიამოვნოთ და ამავდროულად ინფორმაციულად. ნახვამდის. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე.